გამარჯობა, მორით პოდკასტს უყურებთ. გთხოვთ, არ დაივიწყოთ, მოიწონოთ ჩვენი არხი, რათა შემოგთავაზოთ უფრო საინტერესო თემები. შეგახსენებთ აქვე, რომ ჩვენი პოდკასტი იწერება პოდკასტ არეაში, მადლობა პოდკასტ არეას და მის შემქმნელ გუნდს თანამშრომლობისთვის. დღეს მასპინძლობთ ქალს, ძალიან ცნობილ ქალს, რომელიც შეიძლება ბევრს მოგენატრათ, ცნობილ ტელეწამყვანს, მაია ასათიანს. მაია ასათიანი ბოლო პერიოდია დიდი ხანი არ შეგიმჩნევიათ როგორც რესპონდენტი, ალბათ არც ერთ ასე ვთქვათ სივრცეში და ჩვენ გვაქვს პატივი რომ მოხვედით ჩემთან და მადლობა ამისათვის მაია. საღამო მშვიდობის. ძირითადად დავდივარ ხოლმე პოლიტიკურ გადაცემებში და ისიც ბოლო პერიოდში და ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ სილამაზის თემაზე რომ დამპატიჟეთ, იმიტომ რომ ეს სფერო ეხა ჯერთი ჩემთვის ძალიან საინტერესოა ამჟამად და მეორე ეს არის ის რაზე ლაპარაკიც არასდროს არ მომბეზრდება. საიდან აღმოჩნდი ეხა სილამაზის სფეროში? მე უნდა ვთქვა აუცილებლად რომ შენი ცნობილი, ძალიან გახმაურებული ტელეკარიერის მერე, რომელსაც მე ვიმედოვნებ რომ კიდე სადღაც გააგრძელებ და მოვალბათ მაგის დრო თავის დროზე, უცებ აღმოჩნდი ინდუსტრიაში, რომელიც ემსახურება სილამაზეს და ეს ცალკე მართულებაა. როგორ მოხდა ეს ამბები? პროფილურად მოვყვები მაშინ, ანუ რუსთავიორიდან წამოსვლა ჩემთვის იყო ძალიან მტკივნეული და უბრალოდ ეს არ მომხდარა ჩემი ნებით. წარმოიდგინეთ 15 წლიდან ტელევიზიაში მუშაობ. ეს იყო ის, რაზეც ვოცნებობდი ბავშვობაში. ანუ აი რაც მახსოვს ჩემი თავი, ტელეწამყვანობას თამაშობდი. და 35 წელია ტელევიზიაში მაქვს გატარებული და აქედან 20 რუსთავიორში. ძალიან მტკივნეული პერიოდი იყო, იმიტომ რომ ტელეჟურნალისტიკა იყო ჩემი იდენტობა. აი სისხლი მქონდა ტელეჟურნალისტის და დამემართა დეპრესია. ძალიან რთულად ვიყავი. არ იყო ეს ადვილი გადასატანი, მაგრამ მოკლედ მოვყვები ზოგადად ძალიან მებრძოლი ტიპი ვარ. მე რაღაც მომენტში ვისაც დეპრესია ქონია გამიგებს, აი საკუთარი თავის შეცოდებას რო იწყებ, რო ერთხელ ხო უკვე დავიწყე ცხოვრება თავიდან, აი შევძლებ კი მეორედ იგივეს გაკეთებას, ნუცას ამბავს გულისხმობ. და აი მაშინ ეს თემა ესე დავხურე და ვთქვი რომ ის არის წარსული, ეს ყველაფერი უკვე იყო, ეს არის ჩემი სხვა ცხოვრება და ცხოვრებას ვიწყებ თავიდან. და უცებ აღმოჩნდა რომ ისევ იგივე სიტუაციაში ვარ, იმიტომ რომ დავკარგე ჩემი ცხოვრების მთავარი საქმე. და ნუ მივხვდი რომ ან უნდა ავიყო სახლში ჩაკეტილი, ლოგინზე წამოწოლილი და არაფერი არ ვაკეთო და დეპრესია შემჭამს. ან უნდა დავიწყო ახალი საქმე და ჩემთავს ვკითხე რა გიყვარს ტელეჟურნალისტიკა მე ტელეჟურნალისტიკის მერე რა გიყვარს და ყველა მიცის ეს ჩემ გარშემო არ მერიდება ამ სიტყვის თქმა, იმიტომ რომ ბავშვობიდან მეძახდებ უფალას. იმიტომ რომ აი ჩემ ბავშვურ თამაშებშიც კი რაღაცა დედის კაბებს ვიცვავდი და ლოყებზე ვისვავდი მათ პომადას, პარავდი მაშინ პონსი იყო, კრემი, ბებიას პარავდი და ამ კრემს ესე წავისვავდი და ნუ აი გამოხატული უფალა ვიყავი და მას შემდეგ ძალიან მიყვარს და მიყვარი და დატესტვა სხვადასხვა საშუალებების. მე ისე აღმოჩნდა რომ სოციალურმა ქსელმა განაპირობა რომ საქართველოში როცა შემოდიოდა რაღაცა ბრენდი აუცილებლად სარეკლამოდ მე მიგზავნიდა სხვადასხვანაირებს და ყველაფერს ტესტავდი და ვნახულობდი. მოკლედ გამოცდილება დაგიგროვდა დიდი, რომელსაც იყენებ ახლა. ხო, და საქმე რაში იყო, იცი, ძალიან ხშირად როცა ლუქს ბრენდს უკეთებდი რეკლამას, ძალიან ხშირად მომდიოდა ჩემი გამომწერების წერილები, რომ უჰრა კარგია, მაგრამ ჩვენ ამას როგორ შევწუდებით. და გადავწყვიტე, რომ გამეკეთებინა ისეთი რაღაცა, რაც ქართულ კოსმეტიკურ ბაზარზე ჯერ არ იყო. აქ თავარი მე არ მიყვარს რაღაცის არაპროფესიულად გაკეთება. ჯერ ეს ყველაფერი უნდა მესწავლა. და ვისწავლე. მე არ რა დრო დაგჭირდა მაგისთვის? 1 წელი მაინც, იმიტომ რომ აქ ორი მომენტია. ერთი კოსმეტიკის ამბავი
და მეორე ბიზნესის ამბავი და ეს ორივე არანაირ კავშირში არ არის ტელეჟურნალისტიკასთან. და თვითონ სწავლაც იყო ძალიან საინტერესო და სახალისო პროცესი და ჩემი დაგმართია მე მედიცინიდან აღმოჩნდი ტელეჟურნალისტიკაში. ხო, ჩემი კოლეგა ხარ. მე სილამაზის ინდუსტრიაში გადავედი. მოკლედ თავარი იდეა იყო ჩემი ის რომ გამეკეთებინა ლუქს ბრენდი ოღონდ მართლა ლუქს ბრენდი ადეკვატურ ფასად რომ რიგით ქართულ ქალს რიგითი ხელფასით რომელსაც არ აქვს 3-4 და 5000 ლარი და არ შეუძლია 500 ლარიანი კრემი იყიდოს 79 ლარი ღირს აი ეს ჩვენი ბესტსელერი მოდი აქვე ვიტყვი რომ ეს არის M100 beauty ხო ეს არის ხაზი ეს არის ხაზი ხო და ჩვენ რამდენიმე ხაზი გვაქვს უკვე მაგრამ ყველაზე მეტად აი ყველაზე დიდი ბესტსელერი არის აი ეს ლუქსი, იმიტომ რომ მართლა ლუქს ხარისხია, იმიტომ რომ ძალიან ხარისხიანი პროდუქციით არის გაკეთებული. და მე ამაყება რომ საქართველოში ქართულ ლაბორატორიაში ეს ანუ ეხლა რა პერიოდში ვარ, იცი, აი პროფილის კეთება რომ დავიწყე და გუნდს რომ ვკრებდი და გამოცდილება რომ არ იყო ჯერ საქართველოში არაპოლიტიკური გადაცემა როგორ უნდა გაკეთებულიყო. აი ამ პერიოდში ვარ ახლა ძალიან ბევრ რამეს მე თვითონ ვაკეთებ. ეს ისეთი აზარტულია კოტე. ჯერ ერთი აღმოვაჩინე რომ არსებობს საქმეები რომელიც ტელეჟურნალისტიკაზე უფრო დამღლელია. მე მეგონა რომ ამ ქვეყნად ყველაზე რთული პროფესია მედია იყო და ეს თურმე ასე არ არის. იმიტომ რომ რაღაც საქმე თუ გინდა რომ წარმატებულად გამოვიდეს, მთელი თავი უნდა გადადო. ანუ დღე და ღამე არ უნდა გეძინოს და მართლა ასეა. როგორ მოვიქეცი, ანუ მილანში არის საერთაშორისო ლაბორატორია, რომელიც გასცემს ლიცენზიებს პროდუქციაზე, კოლაგენზე, ჰიალურონზე, სხვადასხვა ეთერზეთებზე. შევიძინეთ ამ ლაბორატორიის მიერ ლიცენზირებული პროდუქცია. ანუ ეს არის მასალა, რითაც შემდგომში მზადდება. ძალიან დამეხმარა ჩემი პროფესია რესერჩის კუთხით, იმიტომ რომ ჩემ საქმეში მედიაში ლომის წილი აქვს მოძებნას და აი ეს უნარები ძალიან დამეხმარა. მოვძებნე ძალიან ნიჭიერი, ძალიან კვალიფიციური ფორმულატორი, ეს არის ადამიანი, რომელიც ადგენს ფორმულას. და ვიპოვე ქართველი არის ასეთი ადამიანი ქართველი დრო დამჭირდა მაგრამ ვიპოვე და მოვძებნე რაც თავარია ლაბორატორია ამ ლაბორატორიასაც აი სრულად ახალი დარგია ჩემთვის და მიყვარს ამაზე ლაპარაკი ISO სერტიფიკატი აქვს ეს არის ოსკარი ლაბორატორიებისთვის ანუ თუ ეს სერტიფიკატი არ აქვს ლაბორატორიას იქ გაკეთებული პროდუქტი ხო არ უნდა შეიწინო ამან მოგცა ის რომ ხარისხიანი პროდუქციით საქართველოში აწყობილი კრემი შევძელით რომ 79 ლარად გაგვეყიდა. მესამე მნიშვნელოვანი რაღაც. ხო, აი მაგალითად კუჩი არდებს, იმიტომ რომ დამატებითი ხარჯი იქნებოდა და ეს ეღირებოდა 99 ლარი და ეს არ მინდოდა. მაგრამ ვიზუალურად მინდოდა რომ ყოფილიყო აი შანელი და დიორის კრემებივით და დიდი მადლობა. ძალიან ბევრი ვეძებეთ და აი არის რამდენიმე ვის ატესტინებ ამას? შენ თვითონ ტესტავ ამ ყველაფერს? ეს არ შეიძლება, ანუ რომ ერთმა ადამიანმა დატესტოს. აი არა, სუბიექტურ გამოცდილებაზე პროცესია, ანუ სანამ ერთი კრემი გამოვა, ჯერ ანუ კოლბების, აი არ ვიცი, ეს მაგიდა რომ გაივს კორიანტელი, ეს მაგიდა რომ გაივსება, აი ნაირ-ნაირი კოლბები დებს ჩემს მაგიდაზე. რომ თქვათ, კი, ეს მომეწონა, ეხლა ლუქსზე მაგალითად შეკვეთა ქონდა ჩემი ანუ მთავარი არსი იყო ის ყველა ლუქს პროდუქტს რა განასხვავებს ხათ უფრო დაბალფასიანი პროდუქტისგან შედეგი აქვს იმ წამსვე ანუ სწრაფად წაისვავ კრემს 2 წუთი გავა სარკეში ჩაიხედები და შენი თავი მოგწოს პარფუმირებულია ანუ სურნელი აქვს სპეციფიური ეთერზეთების სურნელი აქვს ეს კიდე ცალკე ამბავი იყო როგორ ჯერ ანუ კრემი შეიქმნა და მე ხდება მუშაობა პარფიუმზე როცა დასტურდება რომ კი აი ეს კრემი გვინდა მე უკვე გადის ტესტირებას ჩემი თავი მოთხოვნა იყო რომ ცხოველებზე იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ცხოველები ტესტირება არ გაევლო მაგრამ ბევრ მას გადის მე ტესტირებას მათ შორის შეიცავს თუ არა ალერგენებს არ უნდა შეიცავდეს ჰიპოალერგიული უნდა იყოს და ასე შემდეგ ჩემი თავი მოთხოვნა აქ იყო
ანტიეიჯია. თუ გინდა რომ საქმე კარგად გააკეთო, უნდა შექმნა პროდუქტი, რომელიც გინდა შენთვის და ემასათის ყველა პროდუქტი ჩემთვის არის შექმნილი. აკეთებს იდეალურ ლიფტინგს. აი ესე აკეთებს ეს შენ მოთხოვნები იყო, ანუ რაც გინდა. მე არ ვიცი, როგორ უნდა შეიქმნას ფორმულა, ანუ მე მენეჯერი ვარ, მე მარკეტინგის ხელმძღვანელი ვარ და კარგად უნდა დაეტენიანებინა სახე. ზუსტად რო წაისვავ, ზუსტად 2-3 წუთში სარკეში რო ჩაიხედავ, იმაზე ახალგაზრდა ხარ, ვიდრე იყავი. ეს არ არის რეკლამა. გასაგებია, მიღებულია. დატესტო გოგოებმა და აი ნახონ. ძალიან საინტერესო ისტორია აქვს, როგორ დავიწყე. მოვყვები ამასაც, არ მერიტება. არ მქონდა ფული. ანუ ბიზნესი რო დაიწყო, რაღაც თანხა ხო გჭირდება. სტარტისთვის რა თქმა უნდა. და თუ ისე წოთა. მე მუშავარი ჟურნალისტი. ამიტომ სახლში რაც ოქროული მქონდა და არ მქონდა ბევრი, ცოტა მქონდა. მოვაგროვე ყველაფერი, წავიყე ოქროს ბირჟაზე, გამოვიდა 3600 ლარი. აი ამ შენ მაგარი სანახავი იქნებოდი ოქროს ბირჟაზე. მე ისეთ რაღაცეებს გაუძელი, რომ ეგ უკვე აღარაფერი იყო. მერე? ჩავაბარე, მივიდა 3600 ლარი და აი ამ 3600 ლარით რა პარტიაც ჯერ მარტო კრემი გამოუშვით. რასაც გავწოდი, მოკლედ, ძალიან ცოტას ის გავაკეთეთ. და დავდა ინსტაგრამზე. და იმავე დღეს გაიყიდა ყველა. იმავე დღეს გაიყიდა ყველა და ლამის სახელებით მახსოვს პირველი მყიდველები და მერე მათი შეფასებები. მერე გავაკეთეთ უკვე 200 ცალი, მერე 400, მერე 600, მერე შრატი დავამატეთ, მერე თვალის კრემი დავამატეთ, მერე დასაბანი დამცავი, მერე ახალი ხაზი შევქმნით და ასე პროფილურად დაიწყო ჩემი მეორე ცხოვრებაც. ჩემი გაყიდული ოქროულით. ბრავო, მე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ შენ თავად მოყევი ის გზა, რაც ძალიან რთულია. არა, არანაირ შეგვიძლია ამ თემაზე ბევრი ვილაპარაკოთ, იმიტომ რომ ეს არის мотиваცია ბევრი ადამიანისთვის. ჩვენ ახლა მარტო ხვდები რომ შენს მამოებზე, შენს ხაზებზე და ბიუთი ინდუსტრიაზე არ ვსაუბრობთ. ხო, ეს ერთ-ერთია, რაც მაიასათიანისთვის. არის კოტეიცი კიდე მიყვარს. ანუ ვერანაირ საქმეში ვერ იქნები წარმატებული თუ არ გიყვარს ის რასაც აკეთებ. ვერ წარმომედგინა რომ მედიაზე მეტად რამე შემიყვარდებოდა და მეტად შეგიყვარდა? ხო, იმიტომ რომ აი ჩემ თვალწინ, ჩემ ხელში იბადება ტელევიზიაში აუცილებლად დავბრუნდები. ევროპის ნაწილი რო გავხდებით პირველი რასაც გავაკეთებ, ეს ამბავი უკვე ისე მექნება აწყობილი. ამას თავს არასოდეს არ დავანებებ, მაგრამ ანუ აი როცა ევროპის ნაწილი გახდება საქართველოს და ევროკავშირში შევალ, ჩემი რუსთავიორის კარს გავაღებ და შევალ ჩემ სტუდიაში. ასე მაქვს ჩაფიქრებული. იმედია ამას ახლა 48 წლის ვარ, იმედია ამას ოდესმე მოვესწრებ. ასაკი ახსენე და შენი ასაკისთვის გამოიყურები ძალიან კარგად. ჩემი თქმა ამას არ ჭირდება. პლასტიკური ქირურგიისგან ამის მოსმენა ძალიან სასიამოვნოა. იცი რა, მე საერთოდ როცა ქალს ვეუბნები რომ გამოიყურება კარგად, ჩემი პროფესია იქ არაფერს შუაში არ ზუსტად. მართლა? კი. თორმე არასდროს არ ვაფასებ. სიმპათიური მამაკაცისგან ამის მოსმენა ესე ჯობია, ხო? ძალიან სასიამოვნოა. მოდი ახლა ცოტა უფრო ისეთ მაყურებლისთვის სხვა ტიპის თემებზე ვისაუბროთ რა. ახარ თუ არა შენ როგორც მაია ბიძგის მიმცემი ადამიანებისთვის გამომდინარე იქნა რომ ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ დიდი ცხოვრებისეული გამოწვევები გადაიარე და ცხოვრებას აგრძელებ ფეხზე მდგარი ფიზიკურათაც, სულიერათაც, შინაგანათაც და მებრძოლი ადამიანი რომელიც კარგათაც გამოიყურება და თან ახლა საქმეებს კიდევ და კიდევ იწყებს. არის ეს რაიმე мотиваცია ძალიან ხშირად მწერენ ხოლმე, ძალიან ხშირად მომდის წერილები ჩემნაირი ქალებისგან, ან მათი შვილებისგან, რომ აი ეს ჩემი მომენტი მათთვის იყო ბიძგის მიმცემი, რომ თავიდან დაეწყოთ ცხოვრება. არ მინდა მძიმე თემებს შევეხო, მაგრამ საქართველოში ნახე, ჩვენ ვიცით, როგორ მოვიქცეთ, როცა ადამიანი გარდაცვლილია, მაგრამ არ ვიცით, როგორ ვიზრუნოთ ჭირის უფალზე მერე. ჭირის უფლის რეაბილიტაციის ტრადიცია არ გვაქვს. ხო და აი განსაკუთრებით ისეთ დროს, როცა მე თვითონაც მიჭირს ხოლმე ესეთ მესიჯებს, რომ ვკითხულობ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან ბევრი წერილი მომდის ხოლმე ახალგაზრდებისგან.
რომ მათთვის ვარ мотиваციის წყარო და აი ეს არის ყველაზე მაგარი განცდა არასდროს არ მალავას აქვს ყოველთვის ვამბობ რამდენი წლისაც ვარ ხო და ამიტომ ძალიან სიამოვნებს და განსაკუთრებით რა დღეებში იცი მეც ვარ ხოლმე ცუდად მეც მაქვს ხოლმე დეპრესია მეც მაქვს ხოლმე რთული დღეები და მე ჩემ თავს ვეუბნები რომ აი შენ ვიღაცისთვის შეიძლება მაგალითი იყო და ადექიმაია ეხლა და თავს შემოუწახე და ჭრის ხოლმე კარგი წეგან ახსენე რომ გიყვარს ეს ამბები ბავშვობიდან რა ანუ ეს არის თავის მოვლა პრანჩიკელობა რაღაცები და 1000 მოკლედ ქალებს ბევრი რამე გიყვართ ეს ძალიან მისასალმებელია და ზოგს უფრო მეტად პირველი როდის იყო როცა გადაწყვიტე რომ ჩარეულიყავი შენს გარეგნობაში მე ხაზ გავუსმევ იმას რომ წლებია ბუნებრივია გიცნობ კიდევაც და გაკვირდები კიდევაც ულამაზესი გოგო იყავი ყოველთვის მე რომ მკითხო ჩარევას შეიძლება უფრო გვიან გადამედგა ნაბიჯები, მაგრამ ეს ჩემი აზრია. შენ როდის გადადგი პირველად? მე ძალიან მიყვარს სერიალი Sex and the City. სადაც Sarah Jessica Parker-ი თამაშობს, რომელიც კატეგორიული წინააღმდეგია ნებისმიერი გამაახალგაზრდავებელი პროცედურის. და არსებობს კიდე Demi Moore, რომელიც 62 წლისაა. მე Demi Moore-ის ვარიანტი უფრო მომწონს, რომელიც ახლა 30 წლის გოგოს გავს და შესანიშნავად გამოიყურება. მე მგონი ანამანიანის აქ ნათქვამი რომ მე მიყვარს ჩემი ნაუჭები იმიტომ რომ ჩემ წარსულს მახსენებს და თითოეული მათგანი ძვირად დამიჯდაო მე არ მაქვს ნაუჭები იმიტომ რომ არ მინდა მათი ნახვა იმიტომ რომ ძალიან ძვირად დამიჯდა ალბათ თითოეული მათგანი მაგრამ პირველი ჩარევა სანამ ეხლამდელ დროზე გადმოვა მე მქონდა ისეთი ქართული მოდიდო ცხვირი, ძალიან დიდი ცხვირი არ მქონდა. კავკასიური ტიპის ცხვირი. ხო, რომელიც შეიძლება და უკეთესი ყოფილიყო და ეს იყო პირველი? ხო, 24 წლის ვიყავი. და პირველად, ანუ ეს იყო აი როგორ თან მე ექიმების ოჯახში ვარ გაზრდილი და ყველა რო გეუბნება რომ არ გინდა ლამაზია ეშხიანი ხარ თან ჩვენ დროს არ ვიცი რატო ეშხიანობის ნიშნად ითვლებოდა მე როგორც გავარკვე ცხვირის ოპერაცია არის რინოპლასტიკა ყველაზე პოპულარული ოპერაცია საქართველოში ქალი არ მოიძებნება ვისაც ცხვირი მოჭრილი არ აქვს ხო და შესაბამისად მე თვითონ მოვძებნე პლასტიკური ქირურგი და გადავწყვიტე რომ ჩუმად გამეკეთებინა ოპერაცია 24-ის მე მგონი და რო გაიგეს ჩემებმა ბებიამ და ბაბუამ მე კარგ პლასტიკურ ქირურგთან წამიყვანეს პაატა ჯანაშიასთან ნამდვილად ასეა კარგი პლასტიკური ქირურგია და მან გამიკეთა მაშინ ეს ჯერ კიდე ის დროა როცა წოპეს ცხვირებია ანუ ყველა წოპეს ცხვირია მოდაშიც და ტრენდიც იყო და სხვა გზა არ არის ანუ სხვა პლასტიკური ქირურგი არ არის უბრალოდ ყველა წოპეს ცხვირი აქვს და პაატამ გამიკეთა მაშინ ახალჩამოსული იყო ამერიკიდან არასტანდარტული ცხვირი ხო მეთოდით ხო რომელსაც გაამართლა არასოდეს არ ვინანებ ამას პირიქით რას ამბობ სხვანაირი გავხდი სხვანაირი თავდაჯერებულობა მომემატა და ამიტომ როცა ადამიანი ამბობს ხოლმე რომ აი რაღაცის გაკეთება მინდა არასდროს არ უნდა უთხრა რომ არ გჭირდება შეიძლება გითხრა კიდე რა გაქვს გაკეთებული აბდომინოპლასტიკა გავიკეთე 2 წლის წინ ამასაც არ მალა ნაკერდის პლასტიკა ეს არ იყო ასაკობრივი უბრალოდ გენეტიკურად ჩვენ ყველას მუცლიანი ტანი გვაქვს ეს ინსტაგრამზეც ვაზრიარებ ხოლმე ხო ზოგადად იმდენი წლის ვარ და იმდენი ხანია ვარ საჯარო სივრცეში რომ აი რაღაცის დამალვა ცოტა მეუცნაურება იმიტომ რომ მაგალითად გადაცემაში მყოლია სტუმრები რომ უყურებ და შენ თვალწინ რო გაიარა მისმა 20 წელმა და რო გახსოვს სხვანაირი და უცებ რადიკალურად შეცვლილი რო და რო ამბობს რომ ბუნებრივი სილამაზე აქვს ხო და არ მიყვარს მოკლედ ეს ტექსი მართლი არ არის ყოილია ხო და მოკლედ მე ვარჯიშობ ძალიან ნუცასმერე განსაკუთრებით ეს მენტალურადაც ძალიან ჭირდებოდა და ვერაფერი ვერ მოუხერხე ამ პრესს ანუ რამდენი პრესის ვარჯიშიც არ უნდა გამეკეთებინა დიდი მუცელი არ მქონდა მაგრამ სწორია და გეთახმები ესეთი ტიპის მუცლებს როცა ანატომიური ტესტი მუცლიანი ქონდა თანყბა მქონდა თანყბადაღებული ჭორი მაია ასათიანი ორსულად არის სწორედ ამ მუცლის დამსახურება იყო იმიტომ რომ რაღაც ფოტოებში ხო მეც არ მომწონდა ჩემი მუცელი და
თქვი რომ მორჩა მუცელი ჩვენ აღარ გვექნება. შენი საყვარელი პროცედურა რომელია მაგალითად ინვაზიური, ანუ რომელიც საჭიროებს ჩარევას. მე არ ვამბობ მალამორიგარაცია. აი ინვაზიურ პროცედურებს ეკუთვნის მაგალითად შემავსებლები, ბოტულოტოქსინი, ბიოსტიმულანტები, ის რაც ინექციის ან სხვა ტიპის მანიპულაცია. შემავსებლები რო შემოვიდა მაშინ სავარაუდოდ გადავაჭარბე დოზას. ასე იცის შემავსებლებმა, ამიტომ გინდა რომ უფრო და უფრო უკეთესი შედეგი ქონოდა და აი მქონდა შესიებული სახის მომენტიც და აი ბოლო 1 წელი დაუთმე მთლიანად ფილერის დაშლას. და თითქმის დაშლილი მაქვს ფილერი. კარგია. ეს კარგია. ხო. მიყვარს თქო არ ვიტყვი, იმიტომ რომ ჩხლეტა მტკივნეულია, მაგრამ ბოტოქსი, რომელსაც ვიკეთებ, იმიტომ რომ გამორიცხულია ნაოჭი არ გქონდეს ამას აქში და ძალიან მიყვარს. ეფექტურია კი, განსაკუთრებით ხო, როცა მე 2 კვირა რო გადის და სარკეში იყურები და დასვენებული სახე გაქვს. ხო და ანუ ყველას თავისი არჩევანი აქვს. მე იმ ტიპის ქალი ვარ, რომელსაც საკუთარი ნაოჭები არ უყვარს და ყველაზე ხშირად საკუთარ თავს ჩვენ თვითონვე ვხედავთ სარკეში რო ვიყურებით და მე მომწონს, როცა სარკეში ვიყურები და კარგად მომწონს ჩემი თავი. ხო, ანუ ყველაზე ესეთი ხშირად საკამათო თემაა. უნდა იკეთებდეს თუ არა ქალი, თქვა სხვადასხვა ჩარევებს იმისთვის, რომ თქვა ასაკი არ შეეტყოს. და იცი რას მივხვდი კოტე, მამაკაცები ამბობენ, რომ მათ მოწონთ ბუნებრივი სილამაზე და სინამდვილეში აი ყველაზე დაპლასტიკებული ქალებისკენ მიუწევთ გული. ოღონდ აი 100-დან 100 შემთხვევაში 100-ია. ასე რომ გოგოებო თუ რამის გაკეთება გინდათ, ანუ არ მიაქციოთ იმას ყურადღება, რომ ვიღაცას გეუბნებათ, რომ ბუნებრივად უფრო ლამაზი ხარ. მაგალითად, ჩვენ ბავშვობაში რატომღაც ითვლებოდა, რომ აქ რო ულვაში გქონდა, ეს იყო ეშხის ნაწილი. ხო გახსოვს ეგ მომენტი. იყო ეგ დროც, რომ აი აქ ულვაში თუ გქონდა, ეს რაღაცა ეშხიანობა იყო. და ძველ ფილმებში ცნობილ მსახიობებსაც აქვთ ულვაში. ეხლა იღლიებს არ იპარსავენ და ეგ არის რაღაცა ეშხიანობის ნაწილი. არა, ეხლა ეგ ავადმყოფობა მგონია. ეგ არ ვიცი უკვე რა არის. კარგი, როგორც მივხვდი და გავიგეთ, ახლა შენ გარდა ბოტულოთერაპიისა, ძირითადად სხვა ტიპის ამ ტიპის ჩარევებს არ მიმართავ. გარდა იმისა, რომ გარეგანი გამოყენებს. რას ვიკეთებ? იცი შენ დამეხმარე ბუსტერი. ბიორევიტალიზაციას, ბიორევიტალიზაციას ნაკლებად. ბიორევიტალიზაციას ისე ხშირად არ ვიკეთებ, ბუსტერს ვიკეთებ ხოლმე. თო ეგ აკეთებ ზუსტად მაგას, ეგ რო იცოდე. ხო. ბიორევიტალიზაცია, ქსოვილების დატანიანება, გამოცოცხლებას ახორციელებს პრეპარატი, რომელსაც ეძახიან ბუსტერებს. კარგია, ძალიან კაი ჯანსაღია. მარტო. დამოვიწყდა მე თქვა, რომ ტუჩი მაქვს ცოტა ბუნებრივია, ეხა ვერ მოვიტყუები და ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ჩანაწერები არსებობს 20 წლის წინანდელი და იქ ესეთი ტუჩი არ მაქვს. კი, ვიცი. ხო. ხო, და ამასაც ვერ დავმალავ და ხო. მაგრამ მე ჩემი თავი ასე მომწონს. ფანტასტიკურია. ეს მთავარია და მნიშვნელოვანია. ჩვენი პოდკასტი ზუსტად იმას ემსახურება, რომ ჩვენ მივიდეთ ბოლო-ბოლო ამ ჩვენი ჩანაწერებით, ვიდეოებით, მაყურებელთან მივიტანოთ ის ინფორმაცია, რომ თავის მოვლა ეს ოკეია, კარგია, ძალიან კარგია და როგორ მოუარო თავს სხვადასხვა სფეროდან გამომდინარე. გვეყოლება სტუმრები და გვყავს გინეკოლოგიიდან, გვყავს ენდოკრინოლოგიიდან, ესთეტიური მედიცინა, პლასტიკური ქირურგიიდან, ფიტნესიდან, საიდანაც ყველას ვცდილობთ ამაში მე ვეხმარები ჩვენ სტუმრებსაც და რაღაც ვამზადებთ ისე ამ პოდკასტს, რომ ადამიანებამდე ჯანსაღი მიდგომები განმავითაროთ, დავანახოთ, რომ თავის მოვლა ნებისმიერი საშუალებით, რომელიც ჯანმრთელობისათვის მავნი არ არის, არის ძალიან კარგი და მისასალმებელი. ყველას აქვს თავის არჩევანი, ვისაც უნდა არ მოუაროს და დავერდეს, ვისაც უნდა მოუაროს. მე ძალიან დიდ როლს ვანიჭებ ჩემ რუტინაში ვარჯიშს. წელიწად ნახევარია უკვე თითქმის ყოველდღე ვარჯიშობ. ოღონდ აღმოვაჩინე, რომ რა ტიპის ვარჯიშებია? დარბაზი, აი ნახე, აღმოვაჩინე, რომ 100-ია. იმისთვის, რომ ვარჯიშს კონდეს შედეგი, უნდა ივარჯიშოს სისტემატიურად. მე ვარჯიშობდი ესე, ერთი თვე ვარჯიშებდი, ფორმაში ჩავდგებოდი, მე ვანებებდი თავს, იმიტომ რომ ძალიან დიდ დროს მაკარგინებ და ჩალაგება დარბაზში
წასვლა, იქ ვარჯიში გადავლება, უკან წამოსვლა 5 საათია მინიმუმ. ამიტომ სახში მოვაწყე სავარჯიშო დარბაზი, ანუ ყველაფერი მაქვს. სარბენი ბილიკი მაქვს, ველოსიპედი მაქვს, ფიტნეს ტრენერი მყავდა, რომელიც ონლაინ მავარჯიშებდა და ეხლა უკვე დამოუკიდებლად ვარჯიშობ. წონები მაქვს და აი როგორ არის იცი, როგორც რუტინა. ჩემს მუცელზე უკვე არის კუბიკები. ანუ ამას ოპერაცია ვერ იზამდა. ხო, ჩემთვის აქ ამას მნიშვნელობა, რომ საცურაო კოსტიუმს რო ჩავიცვა, მუცელზე ჩემი შრომის შედეგი ჩანდეს. ეს არ არის ადვილი, ეს არის შრომა, ეს არის დისციპლინა, მაგრამ ჩემი თავი მივიყვანა იქამდე, რომ აი როგორც რუტინის ნაწილია, რომ დილით რო დგები და პირსიბან, ასევე რუტინის ნაწილია. დილით ადრე ვდგები, იმიტომ რომ ემასათი მაყენებს ძალიან ადრე, საქმეს ადრიანად ვიწყებ, რომ ყველაფერი მოვასწრო. აი რაღაცა შეხვედრაც თუ მაქვს იმის გათვალისწინებით ტკბილი. ანუ მშვიდად და ძილის ფაზებს უფრთხილდები და ძალიან უფრთხილდები, თუმცა რაც ემასათი გამოჩნდა ჩემ ცხოვრებაში, ადრე სიუჟეტები მესიზრებოდა და აი ხა ახალი კრემი 24 კარატიანი ოქროს კრემი გამოგდის და სუ ოქროს რაღაცებს ხედავ ხო, მაგრამ ასე ვიცი ხოლმე, ხო. კაი, ბარემ გითხარი აქ სიახლეებს ასგეგმო, მაგალითად საზაფხულო სეზონისთვის, მოდი უთხრათ მაგალითად. საზაფხულო სეზონისთვის ჯერ ერთიან ძალიან პოპულარული და ძალიან ბევრი ადამიანი ელოდება, ზუსტად აი ასეთ შეფუთვაშია ჩვენი მეორე ხაზიც, რომელსაც ქვია მარგალიტი. ნატურალური მარგალიტის ექსტრაქტით არის. აი მე მისვია ეხლა ეს და ხო და ჰაილაითერის ეფექტი აქვს. ოღონდ ეს ჰაილაითერი მიიღწევა არა საღებავით. მე არ მიყვარს არამედ იმითი ნამდვილი მარგალიტის ფხვნილით. და ზაფხულში ესეც ანუ აი ჩემთვის შექმნილი პროდუქტია რუჯის მისაღების საგანგებო ზეთი გვაქვს რომელიც თანატენიანებს არა დამცავი არამედ მისაღები ანუ მისაღები ხო ტანზე უნდა წაისვა და არ უნდა იყოს თეთრი ანუ 1-2-3 დღე უნდა მიეჩვიოს კანიმზე დიდ ფლაკონებშია ალბათ 200 მგ-ია ხო ანუ აი ყველაფერი გამომდინარეობს პრაქტიკულობიდან და ეს რუჯის მისაღებზეც აქვს ოქროს ნაწილაკი საღებავი კი არა აქ იბზინებს მზეზე თან ან წაისვა პატარა ოქროს ესეთი ციმციმელები გაქვს ხელზე გარეგნობის გამო ხშირად ღებულობ კრიტიკას იცი რა ამბობენ ჩემი კოლეგები მეუბნებიან რომ მე არ მყავს ბევრი ჰეითერი ამბობენ და თან ინსტაგრამზე ძალიან ისეთი კეთილი გარემოა თუმცა კლასიკური ორი ტიპის კომენტარია რომელსაც მიწერენ ერთი ის რომ შულს არასწორად ვგლოვობ ეს ხო და მეორე რას დავემსგავსე რას დამემსგავსეზე არანაირი რეაქცია არა მაქვს იმას განვიცდი მაინც იმიტომ რომ ის კინეულ თემას ეხება და რას დამემსგავსე მესიჯი როცა მომდის მესიჯი კი არა კომენტარს როცა მიწერენ შევდივარ მე ძირითადად ქალბატონები არიან ხოლმე ჩემი ასაკის ბოტები ხო არიან ძირითადად მე მგონი მაინც ბოტები არიან რეალური ქალები არიან რატომ უნდა მოუვიდეს ეგეთის მე მაგას ვერ ხვდები დღემდე ვერ ამოხსენ ეგ ფენომენი ამდენი ნეგატივის გადმოფრქვევა ანუ თვითონ გონია რომ თვითონ ამაზდება მე რომ მომწერს რას გევხარო ალბათ მე გადავდივარ ვნახულობ და მშვიდდები ხო ვინ არის როგორ გამოიყურება ხო და მშვიდდები მე ხო და ან ძალიან კარგი მეთოდია შეგიძლიათ გამოიყენოთ ხო იმიტომ რომ შენს გარდა ისეთ ლამას ქალებს წერენ ხოლმე იგივეს ეგ მაგათი მეთოდია უნდა დაათვალიერო კარგად და მიხვდები რატო წერს ამას ჯანსაღი ამბავში რა ხდება ჯანსაღი ამბავის ეხლა ის ყვების ხასაც მომზადდა არა ისე გამოვიდა ეხლა რომ იდეალური ადამიანი ვარ მაგრამ რუსთავიორიდან არა იდეალური რუსთავიორიდან რო წამოვედი დამემართა ჰორმონალური დარღვევა და 16 კილო მომიმატე ოპა ხო
აი იმ პერიოდში დეპრესია რომ მქონდა. მაგ პერიოდში ალბათ არც გამოჩენ ხა მე არ მახსოვს ესე რომ შენ რაღაცა თქო. როგორ ვიყავი? ყველა არიან მამაკაცები, რომელსაც აი ესეთი ცოტა ფუმფულა არ ვიყავი ფუმფულა, მაგრამ აი ცოტა ხორციანი ქალები მოწონს და ძალიან ბევრ კომპლიმენტს. გაყვანისმცემლების გამოჩნდა სხვა ტიპის. სხვა ტიპის, ხო, და ბევრ კომპლიმენტსაც ვღებულობდი ამაზე, მაგრამ მე რომ მომინდა პროფილის დროინდელი XS ტანსაცმლის ჩაცმა და რომ ვერ ჩავეტიე, აღმოჩნდა რომ უკვე 40-ის ზემოთ მეტაბოლიზმი ისე არ მუშაობს და ისე სწრაფად ვერ დაიკლებ. კი ბატონო. კარგა ხანი დამჭირდა დასაკლებად და ბევრი შრომაც. აი ხა კვებასთან როგორ ახლა? იმიტომ რომ შენ ვიზუალს იმდენად თქვა, ბევრჯერ ახსენე ასაკი 48 წელი ძალიან ისეთი უზნობიარი ასაკი აქვს ხალის ორგანიზმისთვის და მისი ჰორმონალური ფონის ბევრი რამე იცვლება 40 წლის მერე და მერე ეს პროგრესირებს, ხო? რაღაცა მენოპაუზის პერიოდი თავის საშუალება, ბევრი რაღაცებია, ფსიქოლოგიური, ფსიქოემოციური სტატუსი იცვლება. აი კვების მომენტში როგორ არეგულირებ შენ ამ ყველაფერს, ანუ რა ვცდილობ, რომ ძალიან ჯანსაღად ვიკვებო. რა არის ეს ბოსტნეულია, უფრო ცილა არის? ეს არის ბევრი ბოსტნეული, ბევრი დღის პირველ ნახევარში ხილიც, დილით აუცილებლად შვრია ხილთან ერთად. ჩემი პრობლემა არის, რომ ჩემი ტრაგედიის მერე ვეღარ ვჭამ ხორცს. ანუ აი არ ვიცი ძალიან ვცდილობდი, იმიტომ რომ ჯანმრთელობისთვის საზიანო აღმოჩნდა ეს, იმიტომ რომ რკინა დეფიციტური ვარ, მაგრამ არ გამომდის. ამის სანაცვლოდ მივირთმევ ორაგულს მაგალითად. წითელ ხორცზე თქვი ვარი, ანუ ეგრე გამოდის. ანუ მე არ მითქვამს არ სიამონებს. ერთადერთი ანუ აი რესტორანში შეიძლება ხინკალზე უარი ვერ თქვა, მაგრამ ეს ძალიან იშვიათად ხდება. ძალიან იშვიათად. თამბაქოს და ალკოჰოლს თამბაქოს თავი დავანებე და ალკოჰოლიც აი თითქმის ახალ წელს ალბათ ხო ეს გილოცავთ ახალ წელს და ჭახაჭუხის ამბავში. ესე ჩანს ახლა რომ ძალიან სწორად ვცხოვრობ და ვცდილობ რომ ეს ამოვარდნებ. მაშინ რას გითხარი? სწორად ცხოვრება. რას ვაფუჭებ და? ხინკალს მიირთმევ 1-2 წელს და ახალ წელს უჭახუნებ. არა, ეგ არ იქნება. იცი რას ვაფუჭებ? ჩემი პროფესიიდან გამომდინარე და გულისხმობ მედიას, გავხდი ინტროვერტი. ეს ძალიან ბევრმა ჩემმა კოლეგამ მითხრა უკვე, აი ჩემი ასაკის და უფროსი ვინც არის. ანუ ჩვენ იმდენად ბევრ ადამიანთან გვიწევს ურთიერთობა და თან როცა სადმე ხარ, როცა ყველა ყურადღებას გაქცევს, არ ვიცი, ამან გამოიწვია თუ რისი ბრალია, ალბათ მაინც ბევრ ხალხთან ურთიერთობის გამო მოხდა ეს. გავხდი ინტროვერტი. სახლში ყოფნაზე მეტად არაფერი არ მიყვარს. მართლა. ჩემი სამყარო მაქვს შექმნილი, ჩემი ახალი საქმიანობაც საშუალებას მაძლევს, რომ ძალიან ბევრი რამე ინტერნეტით გავაკეთო. საწარმოც სახლთან ახლოს არის ჩემთან, გადავირბენ, გადმოვირბენ. ხო, აი ამას ვაფუჭებ, იმიტომ რომ ეს ყოველთვის კარგი არ არის. რატო შენ თუ გზნობ თავს კარგად ასე, შენი ბედნიერების ინდექსი, შინაგანი სიმშვიდის ინდექსი მაღალია და სიამოვნებს ეს რატო რა. მე შეგეტყვი ახლა გარეთ ისეთი სიმშვიდე და სინარნარეა რომ სულ გახვიდე და გიხარია და დეპრესიული ფონია ხო გარშემო. ძალიან და ეს ჩემზე ძალიან მოქმედებს. კარგია, ყოჩახში. აი მე მადლობა, რაღაცა ზედმეტად კარგი აღმოჩნდი. არა, ძალიან მეტად კარგი კი არა, რთული ცხოვრება გამოგიგზავნა, განსასწრებელი გამოგიგზავნა სამყარომ, ხო, გადაიარე ეს ყველაფერი, აგზელებს ცხოვრება ყოჩახი არა, ძალიან მაგარია, მის დაბადი ხარ. ძალიან დიდი მადლობა. ხშირად ვთვლით ხოლმე, აქ ჩვენ კითხვა-პასუხის რეჟიმში ვართ ხოლმე რაღაცა გვაქვს ესეთი რუბრიკა, რომ რამე ხوار გაინტერესებს ამ სფეროდან, თქვა, მაინც პლასტიკური ქირურგი ვარ ისე თუ ასე რაღაცა მიკეთებია. იცი რა მაინტერესებს? ზუსტად ვიცი, რომ როცა მოვა ამის დრო, facelift-ს გავიკეთებ. რამდენი წელი მაქვს დარჩენილი იქამდე? იცი რა, მაგის თქმა ძალიან რთულია, იმიტომ რომ ჯერჯერობით შენ აგრძელებ იმ პროცედურებს, რასაც ქვია იმ შეყვანილი ფილერების დაშლა და გაწოვა და დამშვიდობა, ხო? ძალიან კარგი, სახით დაწყნარდა, დამშვიდდა, მოისუნთქა, ხო? ამის მერე ამის თქმა შეუძლებელია. ჯერ ეგ კარგახანი შენ არ გელის, ეს ფაქტია. 100%-იანი ფაქტია და ისე საშუალო სტატისტიკურად ძირითად შემთხვევებში 55-60 წელი არის ის ასაკი, როდესაც უკვე ადამიანი გადადგამს ხოლმე ნაბის ქირურგიული მხარდაჭერისათვის.
ბევრი დრო გაქողონთ ეს ანიშნავს იმას, რომ ამ მასაკშიც რაიმე აუცილებლად საჭირო იყოს, ეს ძალიან სუბიექტურია. ასე რომ თავს თუ მიხედავ M100-ის გამოყენებას შეგაგზავნე შენთვის ყველაზე ძვირფას ქალბატონს წაუღებ და დატესტოს. მადლობა. კარგია, საჩუქარიც მივიღე. კარგი, ესეთი კითხვა პასუხი ვითამაშოთ ეხლა მე და შენ რა. კარგია თქვენთან მომეწონა ძალიან. რა მინდა კითხვეცი 20 წლის მერე შენი არის როგორი იქნები? დემიმური ახსენე შენ წერან რაღაცა ისეთ ყველა არ ახსენებდი მაგას, ეგ რაღაცა მის არის. ასაკი არ დამეტყობა. ზუსტად ვიცი. ვივარჯიშებ, რომ ტანზეც არ შემეტყოს ასაკი. მინდა რომ მქონდეს თბილისთან ახლოს ლამაზი სახლი. თავისი ეზოთი, თავისი აუზით, ბევრი ყვავილით, იმიტომ რომ ყვავილები მიყვარს ძალიან. ფანტასტიკური ხედვებია. ხო. აფირმაციებს აკეთებ მაგაზე? არა, სხვათა შორის, მაგრამ ანუ აი რომ ეკითხებიან, აი რა გინდა, ან როცა მიკითხავ ჩემი თავისთვის რა გინდა, აი ესე მინდა ვიყო. იმედია იქამდე ცხოვრების მესამე თავიდან დაწყება არ დამჭირდება. ხო. და 7 ცხოვრება მინდა რომ მქონდეს ამდენი ქარტეხილი და ამდენი ბობოქარი ამბავი მინდა რომ აღარ იყოს და დამთავრდეს. ნუ რაღაცასაც ახლა ვიცმეთ 7 ცხოვრება ამას არ ქვია იმდენ აქტივობაში ხარ ჩართული მაგრამ თუმცა ეს სასიამოვნო 20 წლის მერე არა ეხლა ეს ძალიან სიამოვნოა ეს დრაივი 20 წლის მერე 7 ცხოვრება ავტომატურად მომენტ რომ ეხა ისე იხარჯები რომ სხვა გზა არ აქვს 7 ცხოვრებას მოვა და ისიამოვნებ მაგით ძალიან კარგია კარგი კერძო სახლი აუზით ყვავილებით ეზოში სიმშვიდით რა ვიცი ყველაფერი კარგი ქონდეს შენ არსებობს ეგეთი ნეირომედიატორი დოპამინი რა ეს დოპამინი გამომუშავდება მაშინ როცა ჩვენ ვაკეთებთ ან მოქმედებთ ან თუნდაც მუსიკას რო ვისმენთ კარგს ან ფეხით ვსეირნობთ ხო მაშინაც ხო ეს არის სიამოვნების ჰორმონი ამ ტიპის პროცედურებს როცა იკეთებენ ადამიანები გამაჯანსაღებელ გამაახალგაზრდავებელ ოპერაციებს მათ შორის ესთეტიკურ თვალსაზრისით ხო გარკვეულწილად იზღებულობს ადამიანის სიამოვნებას ამით იმიტომ რომ მისი გარეგნობა იცვლება პოზიტიურად და ეს დოპამინის ქვეშ იმყოფება ანუ ამ რაღაც ნეირომედიატორის სიამოვნების ქვეშ იმყოფება ქონდა ესეთი განცდა ადრე ან ეხლა ხო რა კიდე გინდა ეს არა იცი რა ამ შესახებ წავიკითხე კიდევაც და მივხვდი რომ მეც იგივე მჭირდა ანუ აი იმ პერიოდში როცა ზედმეტად ბევრი ფილერი მქონდა სახეში ალბათ მქონდათ გინდა მეტი ხო თან მით უმეტეს ძალიან თხელი სახე მქონდა და ძალიან არ მომწონდა აი აქ ჩავარდნილი რომ მქონდა და ეხლა პირიქით ხალხი აქ რა ქვია ამას რო იღებენ ბიშას ცხიმოვანი ბალიში ჩავარდნილი კონდეს და ამიტომ ამოვიღე ყველაფერი რაც იყო თორე თავის დროზე მეც ვიყავი ამის მსხვერპლი და მიჯაჭულობაც კონდეს მიჯაჭულობაც გააქვს ხო მე იმიტომ რომ კარგ ხასიათზე გაყენებს ბიშას ცხიმოვანი ბალიში მოდი უთხრათ მაყურებელს ერთად ახსენე შენ და ბევრს გონია რომ სუქანის სახე როცა აქვს ხო ჭარბი წონა როცა აი ბიშას ცხიმოვანი ბალიში ამოიღებს და უცებ ლოყები ესე ჩაუვარდება ესე არ ხდება ეს და ბიშას ცხიმოვანი ბალიში ამოღება ზუსტად რომ თხელი სახის შემთხვევაში როცა არის რაღაცა ლოკაცია ცოტა მეტად ვიზუალიზირება და აი მაშინ აქვს აზრი თორე სიმსუქნესთან და ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილის მქონე სახესთან ამ მეთოდის გამოყენება ძალიან უმნიშვნელო შედეგს იძლევა და შემთხვევაში არ ამართებს თავის თავს ამიტომ გონიათ რომ ბიშას ამოიღებ ლოყები ესე ჩამივარდება თლად ესეც არ არის ამიტომ კომპიუტერმა უნდა აკეთოს ჩემი ჩავარდნილი ლოყები და იმიტომ ვიკეთებდი ფილმს ოკეი კარგია რომ ეს ყველაფერი შეწყვიტე ძალიან კარგია იმიტომ რომ მე ხაზგასმით გეტყვი რომ და კარგია რომ არსებობს საშუალება რომელიც შლის ამას და ეს კაიხანი მოუნდით თან ესეთი ადვილი არ იყო არ არის ადვილი კი ეს რთული პროცედურაა და ძალიან ყურადღებით და ესეთი საფრთხილოა მოდი გადავიდეთ იმ ბლოკისკენ სადაც კი ან არა უნდა მიპასუხო უბრალოდ მხოლოდ კი ან არა შენ როგორ ფიქრობ სოფლიო ესთეტიურ მედიცინის ინდუსტრიაში ნომერ პირველი პროცედურაა ბოტულოთერაპია კი კარგია ხო სწორია იმიტომ რომ ყველაზე დიდი რაოდენობით ესთეტიურ მედიცინაში პროცედურებიდან კეთდება ბოტულოთერაპია ის რეკორდებს ხსნის მომღერალ მადონას აქვს თუ არა რაიმე პროცედურა გაკეთებული რა თქმა უნდა და ცუდად აქვს გაკეთებული კი მას ბევრი რამე აქვს გაკეთებული თუმცა უარყოფთ ამ ყველაფერს მართალი ხარ პარაფინის ინექცია ყველაზე ხანგრძლივი ეფექტით უსაფრთხოდ გამოიყენება თქვათ ტუჩის გადიდების მიზნით პარაფინს იკეთებენ არ იკეთებენ ხო არ იკეთებენ ძალიან კარგი რო არის იმიტომ რომ ზოგს გონია რომ
მაგალითად E-ვიტამინს იკეთებენ იცი შენ ეგ მახსოვს E-ვიტამინს იკეთებენ დღემდე იკეთებენ ეს ლეღვის ნახარში ის არ იყოს რომ რუჯისთვის დაისმონ და მე ჩვენი კოლეგა წვალობს იქ დამწვევის ცენტრში ამ გუგაზე მაქვს საუბარი ამ პრობლემების მოგვარებაზე თუ E-ვიტამინს იკეთებენ ეს ჯოჯოხეთია კოშმარია ეს დაუშვებელი მიუღებელი მართლა ცუდი რამ არის კიდე ესეთი რომ მკერდის გადიდების ყველაზე მეტი ოპერაცია საფრანგეთში ტარდება არ ვიცი. ტარდება შეერთებულ შტატებში. ხო, იმიტომ რომ ბევრი არიან რაოდენობით. ბევრი არიან და პოპულარულია ესა, მათი წარმატების რაღაცა გარკვეულწილად ნაწილად იქცა, როცა კარგი მკერდი აქვს და კარგი გონია საქართველოშიც ბევრი გეცდება. ჩვენი პოპულაციიდან გამომდინარე, რატო არა? მეორე ადგილზე არის ბრაზილია. მსახიობ ჯიმ კერის თავზე ბუნებრივი თმა აქვს. რა ხან კითხვა ისმევა, ესე იგი ალბათ არა აქვს. ხო, თმის განლაგების პროცედურა აქვს მას ჩატარებული, არ არის ბუნებრივი თმა. ბლეფაროპლასტიკა ეს არის ხელების კანის გაახალგაზრდების პროცედურა. არა, თვალის. თვალის, საიდან იცი? ვიცი, გაკეთებული მაგ დამავის რა მეთქვა. მენტოპლასტიკა, მენოპაუზის დროს მუცელზე ჭარბი ცხიმის ამოღების პროცედურა. ვაიმე. ვერ გავიგე. მენტოპლასტიკა, ნიკაპის პლასტიკას. ვერ გავიგე. მაგასთან. და კიანარა, მაი ასათიანი დღეიდან არასოდეს მიაკითხავს ესთეტიკური მედიცინის სპეციალისტს და პლასტიკურ ქირურგს. შეგამაც არ მიაკითხავს, მიაკითხავს, ბოტოქსის ვადა გაუვა და 6 თვეში მივა. მაგარი გოგო, ხარმაი, ძალიან დიდი მადლობა შენ მადლობა. ძალიან საინტერესოდ გავატარე დრო. ძალიან საინტერესო. მე გავატარე საინტერესო დრო. შენ კი შენსას იხსენებდი და განიცდიდი ამ ყველაფერს, მაგრამ ჩემთვის ესე ძალიან ისეთი მოულოდნელი სიახლე იყო. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებები ამ მიმართულებაში, იმიტომ რომ ეს მზარდი ინდუსტრია, რაც არ უნდა აფასო და ესე ქნა მზარდი ინდუსტრიაა და შენ ამ პროცესში ჩართული ხარ და 100%-ით გეუბნები წარმატებები გექნება. უღრმესი მადლობა. იმიტომ რომ მუშაობ შენ უღრმესი მადლობა. არაფერს ამადლობა, შენ მადლობა. პოდკასტის მაყურებელს შევახსენოთ რომ და შენ უთხარი გეხვეწები რომ მოიწონონ ეს გვერდი, იმიტომ რომ ესეთ კაი სიუჟეტებს ისე ვერ გავაკეთებ შენ. და თანხმოჩაბათობით გადის მეგობრებო ეთერში და აუცილებლად უნდა უყუროთ. ძალიან მაგარი გოგო ხარ. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებები შენ.